მოგესალმებათ ილობერეშვილის ღამის შოუ და მეგობრებო მონოლოგს დავიწყებ უცხოეთის ამბებით. ესე იგი ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარი თქვა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მის ადგილს დაიკავებს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. კამალას ისე გაუხარდა ეს ამბავი, რომ სხვათა შორის აცეკვდა კიდევაც და ნახოთ ვიდეო. შვენივრად შეკვავს, მე პირადად ძალიან მომწონს, მაგრამ აი მუსიკა რაღაცნაირად შეუსაბამო მეგობრებო რა, ჩემი აზრით, აი ეს მუსიკა ბევრად უფრო მოუხდებოდა. ესეც კარგი ვარიანტია, მაგრამ კიდე აი ასეთი მუსიკაც შეიძლება კიდე ერთი ვიდეო ნახოთ. აი ეს უკვე სერიოზული განაცხადია ძმაო. შვენიერება. კამალა ჰარისი ბავშვებთან და მხარდამჭერებთან ერთად ცეკვავს. არა და ერთი რამე არა. ესე იგი ჩვენთან პირიქით არის, ხო? ხო, რომ გაიმარჯვებენ არჩევნებში, მე რეცეკვავენ მთელი 4 წელი. აქ ეგრეა, მაგრამ აბა ეხა ამერიკის ხელისუფლება საცალია ხალხო არჩევნების შემდეგ საცეკვაოთ. 1000 საქმეა, მაგრამ გასაკეთებელი ქვეყნისთვის, ეგრე კი არა. ისა სხვათა შორის კამალა ჰარისი მარტო იმით აჯობებს ბაიდენს და ტრამპს, რომ უფრო, აი როგორ თქვა, უფრო ცოცხალია, იცით? ამერიკაში თურმე ახალი გამოთქმა გაჩნდა დავეციოთ და გავუსწროთ საქართველოსო. მაგათ ჩვენზე ადრე ერჩიეს ქალი პრეზიდენტიო. ამერიკას უნდა რომ აქე დაგვეწიოს ჩვენ. ესე იგი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლებაო. და ცოტა მოგვიანებით კადრში ტრამპის ხელი შემოვიდა და თავზე გადაუსვა კობახიძეს. მოგვიანებით, იმიტომ რომ ამერიკიდან აქამდე დიდი მანძილია ხა იცით და დრო ხონდა ხელის გამოწევას. და ტრამპმაც გაწელა ხელი. ანუ საქართველოს ხელისუფლებამ ხარს უჭერს დონალდ ტრამპს ოღონდ ჩინეთს აძლევს სტრატეგიულ ობიექტებს და ამ დროს რო იცოდეთ, ტრამპი ვერ იტანს ჩინეთს. და ნუ ჩინეთის შესაბამისად ამერიკას. ანუ ნახეთ, თუ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ნამდვილად არ მოეწონება, რომ ანაკლიის პორტს აშენებენ ჩინელები და ახლა უკვე ვაზიანის აეროპორტის უნდათ რომ ხელში ჩაიგდონ. მაგრამ ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ ტრამპი მათი მხარდამჭერი იქნება. დავიცით, მაგრამ თქვენ გაგიმარჯვოთ მაგ ალოგიკურ ლოგიკაში. ახალი სადღე გზელო. ალოგიკური ლოგიკა. კარგად აღწერს ქართულ ოცნებას, ალოგიკური ლოგიკა. ამერიკელმა სენატორებმა ოცნების წევრების ფინანსური დასაკმაყოფილება დაანონსეს სხვათა შორის. ანუ ეხლა ოცნებამ ხალხი ხო დაგვასანქცირა აქ თავისი რუსული კანონით და ახლა ოცნებას ამერიკელები დაასანქცირებენ. ხო და როგორც ნათქვამია, დამსანქცირებელი ცხონდესო. ამერიკელებმა ბიძინას უხეირო დიქტატორი უწოდეს. ბიზნესთან ჩვენი ამბები გვაქვს ამერიკულ სენატორებმა, მაგრამ იცით რა, უკვე ცოტა ზედმეტები მოგდით რა. ვინ არის კაცო უხეირო დიქტატორი? ბიზნა? რომ შემოიაროთ მთელი რეგიონი, მასეთ ხეირიან დიქტატორს ვერ ნახოთ ვერსად. უხეირო დიქტატორი მეორეჯერ აღარ თქვათ. ისე რა უფლება აქვს ახლა სხვა ქვეყნის სენატორს, რომ ასეთ დასვინოს ჩვენს ლიდერს? აი გეკითხებით. რას ნიშნავს კაცო უხეირო დიქტატორი? კაცმა ამდენი სიკეთე გააკეთა საქართველოსათვის. მოგვაცილა ნაცები. გაგვინახევრა გადასახადები. დენი გაგვიაფა. უფასო ფული დაგვირიგა. ბენზინის ფასი დაიფანა მინიმუმდა და აღარ მიდის თითო ლიტრიდან 1 ლარი მიშას ჯიბეში. ეკონომიკა ყვავის. ქვეყანაში სამართალმა იზეიმა და შენ
ამხელა ამერიკელ სენატორს ისე ვარჯერას ღაპრების? აი, თქვენ პატრონს, როგორ მეცოდეთ. სუსის მტკიცებით ბიძინა ივანიშვილზე ეგრემოდა ტერორისტული აქტი და ნუ დინარაძემ განაცხადა, რომ ეს გლობალური ომის პარტიის დაგეგმილი იყო. კაი გამოსავალი ეს გლობალური ომის პარტია რა. ხო? ჩემი ესეთ რაღაცა აბრევიატურა უნდა მოუფიქროთ, ასე ვთქვათ, მოუხდებოდა. ნახეთ, გლობალური ომის პარტია, ანუ GOP. ხალხის დაშინება გინდა GOP. ოპოზიციის გაშოვება გინდა GOP. და ეგა. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გინდა GOP და ეგა. მაგრამ მეგობრებო, ქართულ ხალხს ასე მარტივად ვერ მოვატყუებთ. ნათქვამია, ჯერ გადახტი და GOP მერე დაიძახე. ხო და სანამ არ გადახტებით თანამდებობებიდან, მანამდე თქვენი GOP-ის, რა ვქნათ, არავის არ უჭერა. ირაკლი ყობახიძე გვიმტკიცებს, რომ ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება და 2012 წელთან შედარებით 3-ჯერ მეც ჰქონდა საშუალება, რომ მანქანა იყიდაო. სხვათა შორის მე არ ვთამაშობ, მართლაც ეგრეა, 3-ჯერ მეც ჰქონდა საშუალება, რომ მანქანა იყიდა, მაგრამ მანქანის ნაცვლად გაგიკვირდება და ხორცი და ყველი იყიდეს. რადგან 2012 წელთან შედარებით მანქანის პასუხის უკვე ხორციც და ყველიც. გაიგო რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის 70% იყიდა. ნუ დარჩენილი 30%-ის ყიდაც უნდოდა, მაგრამ ხალხმა პროტესტი გამოთქვა თურმე რომ ბიჭო ეზო ზალა და სამზარეულო კი წაიღე, მაგრამ საძინებელი მაინც დაგვიტოვე რომ სადმე დავიძინოთ. ბიძინამ აბასთუმანში ხელოვნური კლდეც ააშენა, ვნახოთ ვიდეო. რაც შეეხება თავად ოლიგარქს, ის პერიოდულად ჩადის ხოლმე აბასთუმანში, მას სპეციალურად მოწყობილი ხელოვნურ კლდეში მოქცეული სასახლე აქვს ეს და როგორც იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, ვერტმფრენით ჩაფრინდება ხოლმე ივანიშვილი ხშირ შემთხვევაში აბასთუმანში, გამოყოფილი არის სპეციალურად ვერტმფრენისთვის დასაჯდომის სივრცე, აქ ჩდება, შემდეგ კი შავი ჯიპებით ბიძინა ივანიშვილს მიაცილებენ ხოლმე აი ამ სპეციალურად გაკეთებულ და მოწყობილ ხელოვნურ კლდემდე, რომელიც იხსნება და შიგნით უკვე არის ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარი სასახლე. აი, თავიდან როგორ იწყება ეს ამბავი? წარმოვიდგინეთ ცოტა ხანი. ბიძინა წიქარაზე ზის, გადააგდებს სალეს ქვას, აღიმართება კლდე, გაიხსნება კლდე და ბიძინა შედის სასახლეში. გეუბნებით მითოლოგიური პერსონაჟი ემეთქვა ეს კაცი და არ ვჯერა. ისე კაცი რომ ხელოვნური კლდის აშენებაზე ფიქრობს. ისე ხა პარალელურად ქვეყნის აშენებაზე როგორ გაიფიქრებს, მე არ ვიცი. ფაქტი რომ დრო აღარ დარჩება. თქვენ იცით კლდის აშენებაზე, რამხელა ჩალიჩი უნდა. ბიძინას ხელოვნური კლდე აქვს აბასთუმანში, რომელიც იღება და მანქანით ამ კლდის გავლით შედის ხოლმე საკუთარ სასახლეში. დიახ. ისე სადაც ამდენი მოახერხა ამ კაცმა. მე აი არ გამოვრიცხარო შეიძლება თვითონაც არ არსებობს. რეალურად არის ჰოლოგრამა. ხო, ჰოლოგრამა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი თვეში ერთხელს გვირთავს და რაღაცებს აძახებინებს ხოლმე. ხან დაუპინე, ხან ფული, ხან 20 წელიწადში ავაყოვებ ქვეყანას და ასე შემდეგ. სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება კარგად ნაჭამ ნასვამი გამოვიდა რესტორნიდან და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დაჯდა საჭესთან. ნუ რაღა თქმა უნდა ეს ფაქტი ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ. ნახოთ ვიდეო. Зет, Шинчикашулс моугет. Ай, რა მოგივიდეთ. ვინარი რო ვაფშე ვიზამენე მე. მე არავის არაფერს არ პატიო, გაცნობა. ანუ არაპატიებთ? არავის არაფერი. არაპატიებთ შინჯიკაშულს ყურებს დააჭრით? მაინტერესებს დააჭრით თუ არა ყურებს? ანუ ერთიც. აბსა ერთი წამი. არა, დააჭრით, რატო ვერ დააჭერით? ყურები ხო ემუქრებოდით ბატონოზი? მოკლედ რა ვიცი, ხა ისე საუბრობდა რომ ვერ მიხვდებოდი, კაცო, ეს კაცი დამკავებელია თუ აქეთ ასაკავებელია. მართლაც ისე ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენ სპეცდანიშნულების რაზმის უფროსები. აბა რა. აბა ეხა უფრო მეტი ინტელექტის მქონე და უფრო ჩამოყალიბებული და გაწონასწორებული კაცი თუ იქნება, ხო შეიძლება რომ შეეცოდოს რომელიმე მომიტინგე და აღარ ცემოს. აი მე სად მივდივარ? გავრცელდა ინფორმაცია რომ ბიძინამ მტკვარი ჰესი გაყიდა. ნუ მანამდე ლაგუნავერე და აბრეშუმის ფაბრიკა გაყიდა. ხო და რაღაცა ძალიან ბევრ ამის ყიდის ეს კაცი და აღარ ვიცი რა ვიფიქრე. ცოტა ნერვიულობ იცით. თქვენ და
ხო არ თამაშობს ეგ? სამოქალაქო მოძრაობა აირჩია ევროპას პრეზენტაცია გაიმართა მოთაშორის, რომელსაც საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მათი მიზანია არჩევნებამდე შეხვედრები გამართონ მოსახლეობასთან და აუხსნან მათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია. აი მე რა უნდა გითხრათ, ხა მშვენიერი წამოწყება, მაგრამ ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მეგობრებო არ ჭირდება იმისი ახსნა თუ რატომ არის ევროპა კარგი. რადგან იქ არიან უკვე. და დანარჩენებს აგერ აეროპორტში აუხსენით თორემ გაგასწრებენ. ასე რომ იჩქარეთ. ახლა კი გავაზრდით მიშა ანთულაძის მუსიკალურ სტენდაპს 100 წლის შემდეგ. გამარჯობთ. ვიფოს მეგობრო, მინდა თქვენთან ერთად გავიხსენო უსაყვარლესი 90-იანი წლები, გასული საუკუნის 90-იანი წლები. რა ვიცი, ახლა ბევრი რაღაც შეგვიძლია გავიხსენოთ მაგ პერიოდიდან. მე უცებ ახლა გამახსენდა აი მარგარინი. მარგარინის ჭამა თვითონ ეს პროცესი პულზე გადასმული მარგარინი. რომანტიული უშუქობები, ერთლარიანი არაყი, რაღაც შუშის აკვარიუმებში რო ესხა. ან დალევის შედეგად მე გაღიზიანებული ნაღლის ბუშტი. ვისაც ამოჭრილი გაქვთ ნაღლის ბუშტი, ვიზიარებ თქვენ წუხარებას. ხო, რა ვიცი, კიდე ბევრი რაღაცა იყო. მე ხლა რო დავაკვირდი, საერთოდ როცა ქვეყანაში ომები და გაჭირვება, მაგ დროს ყველაზე კარგად იყიდება ხოლმე პური და სანახაობა, ანუ სექსი და მარგარინი. მარგარინი ჰქონდა, არ გვიჭირდა, სექსიც იყო ეხლა, არაჩვეულებრივი ლიტერატურა გამოდიოდა, ხო, გაზეთების სახით, აი მეტროსთან რო იყიდებოდა იქ რაღაცა ინტიმი ძინძინ, რაღაც სისხლიანი მერი, სექსი და სექსი, ყველა წაკითხული ნახატები, ძალიან კარგები იყო ყველა. მე ვფიქრობ ეს სექსის პოსტმოდერნიზმი ლიტერატურაში მაგ პერიოდში დაიწყო. ხო, ძალიან კარგი იყო. და ასევე ქართული ესტრადა მინდა აღვნიშნო. აი, ქართული ესტრადა მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუხდა. აი, აქტიურად კეთდებოდა საქმე რა და ბევრი ახალი მიმდინარეობა გაჩნდა მუსიკალური. ერთ-ერთი საინტერესო მიმდინარეობა, რომელიც მაშინ გაჩნდა, ეს არის ჩემი აზრით კრიმინალური ვოკალი, აი კრიმინალური ჟანრი ქართულ ესტრადაში. ერთ-ერთი ამ ჟანრის ფუძემდებელი, ამ კრიმინალური ვოკალის ფუძემდებელი ჩემი აზრით არის მომღერალი პანჩო, მუსიკოსი პანჩო. იცით, კავი ბიჭია, დღესაც აქტიურად მოღვაწეობს. და პანჩო აი რომ ღეროდა, რომ დაუკვირდეთ, აი პანჩო რომ ღერის თითქოს კი მღერის, მაგრამ თან გემუქრება აი თითქოს რაღაც აი უკან დანაუდებს რა და აი რაღაც ხვით აი როგორც აი შაი უმერავს კარი ირე მაგარი შემოდის კარი აი კარი აი ანუ მე მღერი, მაგრამ შენ არაფერი შეგეშალდი ბიჭო აი თითქოს გეუნება მე ხო და აი პანჩოს ქონდა ერთი კარგი სიმღერა აქვს ვიცი კაი სიმღერა, ქვია 100 წლის შემდეგ. მე მინდა ამ სიმღერის ჩემი ვერსია გაჩვენოთ, თუ შემოგთავაზოთ. აი ჩემი აზრით, რა შეიძლება მოხდეს 100 წლის შემდეგ ჩვენთან საქართველოში და ზოგადად სოფლიოში. ნახოთ, ღილაკს დავაჭირდით. 100 წლის შემდეგ. 100 წლის შემდეგ ისევ გაწურავს შავ ზღვაში ცაცხვი 100 წლის შემდეგ ისევ გაჩნდება საცობში ბავშვი 100 წლის შემდეგ ევროკავშირის გაგვიღებს გარებს გახარებული კეიპს ავტეხავთ სახლში თუ გარე 100 წლის შემდეგ ადამიანი იცხოვრებს მარსზე 100 წლის შემდეგ სიძე გადავა პატარძლის გვარზე 100 წლის შემდეგ თელი მსოფლიო იქნება ჩვენი 100 წლის შემდეგ TikTok-ს დაიფხრობს ბიცოლა ჩემი მე ისე ვიმღერებ გიტარით ხელში სანამ შვიდობა იქნება ჩვენში სუფრულ სიყვარულს
ჩვენს არ უჩანს ბოლო რადგან არსებობს ნაღდი ქართული პორნო 100 წლის შემდეგ ალბათ მე ამომივამ კერდი 100 წლის შემდეგ ამათ მართლა დალოცავს ღმერთი 100 წლის შემდეგ ისევ იგივე სიმღერას მღერი 100 წლის შემდეგ ამის საფლავზე ამოვა წარსულის ხოტბას მე ხშირად ვისმენ ტიტუელა ბაბაჩემს ვიხსენების ჩვენს დავერდებით 100 წლის შემდეგ ვიცხოვრებთ ისევ როგორც ცხოვრობდით დღემდე 100 წლის შემდეგ 100 წლის შემდეგ სულად ნახვა ასევე შეგიძლიათ C-Night Shows YouTube გვერდზე და ახლა მეგობრებო გადაცემაში უკვე სტუმრის დრო აქვს თხოვთ მიესალმოთ თამრიკო ჭოხონელიძე თამრიკო თქვა თუ ქალბატონო თამრიკო არ უნდა რა თამრიკო ეგრევე თამრიკო მერაბს როგორ ეძახდი მერაბს რომელ მერაბს ვეძახდი სეფაშვილი რო ყავდა მე მგონი მერაბს ვამ რა როგორ ვეძახდი ხო არ გახსოვთ მერაბს თუ ბატონო მერაბ 5 წლით არის ჩემზე უფროსი მიდი ახლა თამრიკო რა არის თამრიკო უყურე ეს ფათაშორის გამოცხადება მინდოდა ესე რაღაცა მთელი რეგალიებით რომ მუსიკის ცოდნე, პიანისტი, ფოლკლორისტი, მაგრამ აი ყველა რო ჩამომეთვალო, უბრალოდ ძალიან გაიწელებოდა ჩემი გადაცემა და ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ თამრიკო ჭოხონელიძე მეთქვა. და ბოლოსში ვაყოლებენ ხოლმე, ხაიცი, პიანისტი, მუსიკის ცოდნე, ფოლკლორისტი და უბრალოდ კარგი ადამიანი. ხო, და კიდე ყველასათვის საყვარელი. ეხლა ჩვენ ერთხელ გამომაცხადეს ესე რომ ყველასათვის საყვარელი ილო ბეროშვილი. ეს ზოგადად როგორ შეიძლება ყველასათვის საყვარელი იყო ვერ ხვდები. ეხლა ვიღაცა ერთი მაინც ხო იქნება კაცოვითაც შეიძლება არ იყოს. როგორ ახლა? რა კარგი უბნებიან, როგორი გვიყვარდი და აი ეხლა რო პოზიცია შეიცვალე თუ როგორც არის. არ გეუბნებიან, მაგრამ მე როგორ არის? მე ერთხელ შემხვდა ვიღაცა ტიპი და მითხრა რომ ბიჭოს იმან მაგრა გვევასებოდი ილუშ ყველას იმენა ყველას გვევასებოდი მაგრამ აგენა ბიჭო რაღაცა ეგეთ შემთხვევები თან არა ეს ფათაშორის ზოგი მორიდებით მეუნება ზოგი პირდაპირ მაჯახებს ხოლმე თუმცა
სიყვარულიც ძალიან დიდია. კი, არა, ნამდვილად, ეხლა მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გვაკლია ჩვენ ეს ყველაფერი სიყვარული. თქვენთანაც ეგრეა? ხალხის ყველან, ჩემთან კი როგორ არა, ვაიმე როგორ უყვარდი ხალხს და ეს მომწონს ძალიან. ხალხის სახელით რო ლაპარაკობენ. ხალხის სახელით ყველას მაგივრად გილაპარაკებენ, რომ როგორ უყვარდი და აი ეხლა იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამ მდგომარეობამ როგორ კასტმოძულები გახადა, წარმოგიდგენია რა საშინელებაა, რომ თუ კი ვინმე სხვა აზრი გააჩნია, სხვა პოზიცია გააჩნია და რაღაცა თავისი აზრი აქვს და ელემენტარულად აზროვნებს, ცუდი ხარ ესე იგი და ძულ ხარ. ეს არის ყველაზე საშინელება და აი ამ მორევში რომ მოექცნენ, მაგას ვერ ხვდებიან. ეს არის კატასტროფა. მე მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს მაინც, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გონს მოეგებიან. ეგეთ ადამიანებს არც უნდა უყვარდე, არც შენ, არც მე და არც საერთოდ. არა, პოლარიზება უკვე იმ მდგომარეობაში, რომ მე არ გამოიკვირდება ვინმე ბავშვს უაძინებს და იქ თქვენი სიმღერა დაიძინო. გამორთე მაგი არა ჩვენიანი. ანუ შეიძლება ეგეთი რაღაცა. აუცილებლად, მაგრამ მე ვკირდები იმ ადამიანებს, რომ მათი თაობები მაინც იავნანაზე დააძინებენ. ისე აი დაწუნებული ვარ. ხედავთ ჩვენ ქვეყანას ისეთად, რომ აი ეგეთი პოლარიზება აღარ არის. ეხლა მთლად ისე არ მინდა გავიმეტოს დისნეის ფილმები, რომ დისნეის მულტფილმები რომ თავდება უცებ რაღაც ბრუსიდან, რომ ყველაფერი უცებ განათდება. მთლად ეგეთი რაღაცა ჰეპი ენდი შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაცა ხო შეიძლება ამ ქვეყანაშიც ისე იყოს, რომ აი ესეთი პოლიტიკური ნიშნი დაყოფა აღარ ხდებოდეს და ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ნიჭში, მაგალითად რაღაცა გამოცდილებაში, პროფესიონალიზმში და ასე შემდეგ. აღარ არის ეს იმისიანი, სამისიანი. მაგას სიზმარში ვხედავ. ჯერჯერობით, მაგრამ მე ნახე. ჯერჯერობით, მაგრამ მაქვს მაინც ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცევა. იმიტომ რომ მე იმდენ ადამიანს ვხედავ უკვე ისე მოაზროვნეს, რასაც ქვია ჯანსაღი მომავალი და ჯანსაღი პერსპექტივა, ანუ ჩვენი შვილების, ჩვენი შვილიშვილების და მომავალი თაობის და ეს არის რა თქმა უნდა ევროპა. ამასაც წყალი არ გაუვარდა. მე უბრალოდ იმათი უფრო მიყვარს, რა თქმა უნდა, არც ერთი არ შეიძლება ეს სიტყვა საერთოდ არ მიყვარს. რას ქვია, არ მიყვარს, ყველა მიყვარს. აი ყველა მიყვარს აბსოლუტურად. იქით მხარეს და აქეთ მხარეს ამასაც ამისიც მწვენია რომ ვამბობ. აი იქით მხარე და აქეთ მხარე ამ ერთი ბეწო საქართველოში, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს, მით უმეტეს ძალიან ბევრი ახლობელი მყავს, რომელიც არ არიან ახლა იმ აზრზე დაუშვათ რა აზრიც ჩვენ გავართ ხო? და პოზიციაც სხვა უჭირავთ, მაგრამ მაინც იცი რა, უბრალოდ ძალიან მიყვირს, რომ იმდენად ახლო ისტორია რუსეთი, როგორც ასეთი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომ მე ვერ წარმომიდგენია რანაირად შეიძლება, რომ რუსეთი გინდოდეს ისევ. და ევროპა, სადაც დადიან გასართობად, სასწავლებლად და ყველაფერი აბსოლუტურად არის ევროპასთან დაკავშირებული და ამერიკასთან დაკავშირებული. რატომ ასე არ ვიცი, ცოტა არ იყოს დიდი კითხვის ნიშანი მაქვს, მაგრამ ეხლა თქვენ სამოქალაქო საზოგადოება აირჩია ევროპა, რომლის ღონისძიებაში თქვენც იღებთ მონაწილეობას და მე როგორც მე მონოლოგშიც ვახსენე, რომ არსი ამისი არის, რომ მაქსიმალურად საქართველოს მოსახლეობას აუხსნათ თუ რა არის ევროპა, ხო, თქვა და რა სიკეთები შეიძლება ევროპასთან ურთიერთობა მოიტანოს და ასევე ამერიკა. რამდენად, ანუ საერთოდ ბევრია, როგორ თქვით, ანუ საქართველოში უმეტესწილად სწორი დამოკიდებულებაა ევროპის მიმართ, იმიტომ რომ რაღაცა თუ არ გიყვარს, შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ იცოდე ეგ რა არის. მაგრამ რაღაც შემთხვევები არის ხოლმე, როდესაც რაღაცა არ უყვართ, ლანძღავენ, მაგრამ არასწორი წარმოდგენა აქვთ, ასე ვთქვათ, ზედაპირული. იცი რა, ვისაც ევროპა უნდა, იმას აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა აქვს, რატომ უნდა ევროპა. მე ის მიყვარს, რატომ უნდა რუსეთი, თორემ რუსეთი, ხო, აი აქ უკვე მივადგებით იმ ძალიან მტკივნეულ თემას, რასაც არც ოდნა ქვია უბრალოდ. არც ოდნა ქვია შენი ისტორიის, იმიტომ რომ რაც ამდენი წლის მანძილზე და ათეული და 100 წლეულია უკვე, რომ რას გიკეთებს, უნდა რომ გაქთელოს. რუსეთს ვამბობ, ხო? შენი კულტურა უნდა რომ მიითვისოს. შენი ისტორია უნდა რომ გააქროს, შენი იდენტობა საერთოდ უნდა რომ აღმოფხრას, არაფერი არ ახარ შენ. აი ეს უნდა, რასაც უკრაინას უკეთებს იგივეს, ხო? მე ვერ წარმომიდგენია ჩვენ აი ესეთი ისტორიის, ესეთი კულტურის მქონე ხალხი, აი ამას როგორ ურიგდებით, აი ამ აზრს, რომ აი ისევ ამასთან გინდა ურთიერთობა, რომელსაც შენი არაფერი არ უნდა გარდა იმისა, რომ ჩაყლაპოს. და მაშინ, როდესაც ევროპა, რომელიც ყველა ქვეყანა აბსოლუტურად, ვინც კი გაერთიანებული არის დღეს ევროკავშირში, ყველა ერთი და იგივე სიტყვის, რომ
მათ კულტურას, მათ ისტორიას პირიქით ისინი ინახავენ, ისინი ძალიან დიდ პატივს სცემენ და შენ როგორც აი ამ ერის წარმომადგენელს უდიდეს პატივს გცემს თითოეულ შენგანს და რაც თავარია თვითონ ქვეყანას და ევროპას ძალიან ბევრი რამ განათლება, ჯანდაცვა, ნუ თუ ეს ყველაფერი აი არ აქვს გააზრებული, რომ იქ არ იქნება და აქ იქნება ევროპის შემთხვევაში. იცი რა არის, მე კი ვარ იმ პერიოდში გაზრდილი და იმ დროს ანუ სტუდენტობა აღარ შემერგო მე უკვე, იმიტომ რომ მე დაიწყო ეს ყველაფერი და კიდევ კარგი რომ დაინგრა მაინც, მაგრამ იცი რას ვამბობ, რომ მეც ძალიან კარგად მქონდა გააზრებული აი იმ ჯერთი ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მე ძალიან კარგად თან დოზირებულად მაწვდიდა ხოლმე მამაჩემი, რას ნიშნავდა რუსეთის ყბაში ყოფნა და მერე კიდე იცი რა, აი ეხა პატარა ბავშვს ეგრეთ წოდებულ კგბ-ში რო დაგიბარებენ და გაჩვენებენ რამდენიმე ფოტოს მაგალითად ნუგზარ შარია, რომელიც მაშინ ტრათ იცვლებოდა, ხო? იმიტომ რომ წასული იყო. აი ეს კაცი და გაჩვენებენ რამდენიმე ვარიანტს სურათის, ფოტოს. და გერბე აი ეს კაცი რომ მოვიდეს, კამფეტი რომ მოგაწოდოს, სახეჭირეზინი რომ მოგაწოდოს. არ გაბედეს ანი ქვეყნის წერი. საშინელი დამსხურველი, აი ძალიან და ჩვენ მე ხა პირველი ბავშვები ვიყავით, ვინც ჰოლანდიაში გავედით, დღეს მე 9 წლის ხდებოდი, წარმოიდგინე რა პატარა ვიყავ, მაგრამ იქ ძალიან დიდი განსხვავება იყო სწორედ აი ამ აი იცი როგორ კარგად ჩანდა სად ვიყავით ჩვენ და სად იყო თუნდაც სად იყვნენ ისინი. ის კაკების ტიპები არ დაკვირდებიან იქ რა, იქ იქნა ხო, რა თქმა უნდა. თან გასწავლეთ ჩვენ ისე გავიწაფეთ, ისეთი სასაცილო ბავშვები ვიყავით. გავიწაფეთ რაში იცი? აი ერთ დანახვაზე ვცნობდით რომ ვინ იყო. და თემი აი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული გასტროლის დროს ჩვენ ვიცოდით ვინ იყო წარმომადგენელი. გადასარევად გვექცეოდა. პირიქით თავზე ყვებოდა და ყველაფერს აკეთებდა. ნუ კამფეტის მას მოქონდა. ხო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გძნობდით, ხა თვალზე რო ეტყობოდა, ყველა ვიცოდით ვინ էր, დღესაც ვიცი ვინ იყო. ისე ფოტოშოპს ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა დაგამახსოვროთ, იმიტომ რომ კონტრასტი მართლა დიდი იყო, მაგრამ აი ჰოლანდია, სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ხო იქნება. იქ ბევრ ქვეყანაში ვარ ძალიან, ამერიკაში არა. ამერიკაში არ ვარ ნამყოფი და რომს ყოფილიყო მე არ წავიდოდი, იმიტომ რომ მე ფრენის ისეთი ფობია მაქვს, რომ ნუ აი ამერიკა უკვე ნამეტანი იყო და იქ დიდი ამბით დავდიოდი მთელი ამბები მჭირდებოდა, რომ გადავფრენილიყავი და ჰოლანდია მაინც პირველი ეფექტი იყო, თან ესეთი კაპიტალისტური წარმოიდგინე, ნუ რაღაცა. იქ ჩვენ პირველად ვნახეთ აი ხიპები, აი რაღაცა სხვა შორის არ იყო დიდად სუფთა ქუჩები და ეს ყველაფერი უყურებდით რაღაც, მაგრამ ეს ბავშვები იქ ვნახეთ სხვა შორის პირველად დისნეის ფილმები, მულტფილმები დიდ ეკრანზე და ესეთი ეფექტი იყო და ეს მუსიკა და ეს ყველაფერი რაღაცა განსაკუთრებით. მე თვითონ აი ეს წარმატებები რომელიც მოვიდა აი საოცრება იყო. თავიდან ცოტა აგრესიაც იყო. ხო, ნუ ანა ჩვენი თანატოლების მხრიდან თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ მე კონცერტზე რო დაესწრენ უკვე და ყველა ნუ არ იცი როგორი მეგობრობა წავიდა იქ და მთელი ამბები იყო და დიდი წარმატება, აი ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად და მე აი ვფიქრობ რომ ეხლა ალბათ მაინც ჩვენ ყველა არაერთხელ გვითქვამს რომ ძალიან დიდი დამსახურებაა მაინც ჩვენი ოჯახების, რომ ჩვენი რაღაც არ მოგვივიდა თავში, იმიტომ რომ არა დარჩენაზე. არა, სხვა რაღაცას გულისხმობ, იცი, აი კულტურული შოკი რო არა. ხო, არა, იცი რას გულისხმობ, აი ხიბლში რო არ ჩავარდით რა. აი ხო ხდები. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა იმას ოჯახი როგორ გზდის და მე მახსოვს მამაჩემი ახლა რომ შემოგვეხოვებდნენ ხოლმე გენაცვალი, მამაჩემი წავედით სახში იმ წუთში არა რაღაცა და ძალიან ხშირად იტყოდა ხოლმე რომ მე მიკროფონო უნას მეძახდა, იცი? იმიტომ რომ მიკროფონო უნას რა იმიტომ რომ ფაბრიკო მიკროფონი. ხო, იმიტომ რომ შენზე ბევრად კარგი ხმა აქვს იმას იტყოდა. ისე უბრალოდ ისე ხოც მოაყოლებდა ხოლმე. ან რამდენი მოჭადრაკე ბავშვია, რომელიც უბრალოდ არ ჩანს. აი თქვენ მიკროფონები გაქვთ ხელში დაჭერილი და სცენაზე გამოდიხართ, ამას უსვამდა ხოლმე ხას აი ამდენი მათემატიკის ნიჭი აქვს და ისინი ისე არ ჩანან და ჩვენს აი ჩვეულებრივი ბავშვები მართლა ეზოში გიждდებოდი, გიჟემდე მიყვარდა ეზო და ნუ აი ესეთ ბავშვები ვიყავით რა. ისე თვითონ აქ, აი რა თქმა უნდა, მოგეთანხმებით, რომ ანუ თან მაგასაკში თავში ავარდნას რო ეძახიან, რაც ძალიან ბუნებრივი პროცესია, თუ მართლა ძალიან ისეთი დამცავი მექანიზმები არ არსებობს, მართლა დიდი რისკებია და
თვითონ აქ როგორი იყო? ანუ აი ბავშვობა აქ, იმიტომ რომ ყოველთვის გამორჩეულები იყავით, ხო? თითოეული სუპერსტარები იყავით რა. ანუ მაშინ საბჭოთა კავშირში არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთლიანად სოციალურ მასშტაბით. როგორი იყო თანატოლი, ანუ სკოლაში შემაწუხებელი იყო თუ არა, რომ ყველა მოდიოდა თქვენთან, თუ აი როგორი? საერთოდ არა, იმიტომ რომ ჯერ იცით როგორი წესიერი ბავშვები ვიყავით, რომ წიგნებით დავდიოდით უსხოეთში და მეცადინეობდით, რომ რო არ ჩამოსულიყავით ნასწავლი, როგორ სირცხვილი იყო და ეზოში, ქუჩაში, აი სულ ყველა, ისი რაღაცა ძალიან ჩვეულებრივი ბავშვები ვიყავით. აი ხო გეუბნები გიждდებოდი აი რაღაცა სიგიჟე თამაშებზე და წრეში ბურთი და ორდროშობანაზე და ყველაფერზე და საერთოდ და იცი რა დღემდე სხვათა შორის აი ისე მიხარია რომ აი ჩვენი ბავშვობით გვიხსენებენ აი ძალიან ბევრი გვიხსენებს ჩვენი ბავშვობით და იქიდან გამომდინარე რაღაც პარალელებს ავლებენ ხოლმე და უნდა ნახო რა სასაცილოები არიან ხოლმე ხანდახან იმიტომ რომ ერთ დღეს მახსოვს აი არ დამავიწყდება ვიღაცა რომ გცნობს და ვერ გცნობს, იმიტომ რომ თან შენი ბავშვობა კი მე ახლაც დავუშვათ ვარ სცენაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეკრანზეც ვჩდები, მაგრამ ერთი პერიოდი იყო, აი კოკო და მარიამი რო გაჩნდნენ და ეტლით დავდივართ მე კოკო და მარიამი და ერთი ქალი მოდის მახსოვს მიცკევიჩზე და ეს რაღაცა დიდი დეკოლტეა ხამხალს მახსოვს და ესეთი მაღალი ვარცხნილობა და იცი საქმე იმაშია რომ მანამდე ამას წინ უძღო და დედაჩემის როგორ გითხრა რაღაცნაირი ისეთი საყვედური რომ ეს შეხვედრიაო თურმეო და შენ ვერიცანიო და ნუ მე ხა ყველა სხვა არ გამოუცხადებ და ვაცხადებ ხარ ცუდად ხედავ ძალიან და ეტყობა ვერ მოვახერხე რაღაცა უცბად ახმა ამ ქალის და ნუ ძალიან შევწუხდი და ყველა მინდოდა რომ ყველას მივესალმე მით უმეტეს რომ ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ და ვინმეს არ ეგონოს რომ თავში აი ეგ რაც ჩვენ თქვი ზედმეტი ხიბლი მაგ და დავიწყე იცი როგორ აი დაძაბვა რაღაც და ყველას მინდა რომ მივესალმო და ჩვენი ძალიან საყვარელი პოეტი იოსებ ნონეშვილი სხვათა შორის მე მახსოვს ქუჩაში ყველას ესალმებოდა და ესე ხან ქუცი ხდიდა ხოლმე ხან აი ყველას ესალმებოდა და მე გია იძახდა ხოლმე ხუმრობდა რომ იოსებ ნონეშვილი და თამრიკო ესალმება ყველას აბსოლუტურად ვინმეს არ გაესწრო სალამი ისე არ მოხდეს რომ არ ჩაითვალოს რომ არ მიესალმო აი ეგ არის და ამ დროს მოდის ეს ხალი გესმის და ეს ხალი რო დაიძრა ანუ ერთმანეთისკენ ვართ დაძრულები ის იქიდან მოდის მე აქედან მივდივარ და ეს ხალი ცოტა ეხლა მოჭუტა ესე თვალი გესმის და აჰა თვალი მოჭუტა ესე იგი ვეცნე და უნდა დავასწრო ეხლა სალამი და გამარჯობა მივესალმე ძალიან ნაზარზე გამარჯობა გენაცვალ ერთი მითხრა და გაიარა და რო გაიარა ხო რომ იგრძნობ რომ გაჩერდა და მეც ახლა გავხედე და უცბად ეგეთ სახე აქვს მე მგონი მე თქვენ არ გიცნობ არიცი შეიძლება დავიბენი უცბად და აბა რატო მოგესალმეთ არიცი მე ვთხარი ალბათ იმიტომ რომ მე მოგესალმეთ და თქვენ რატო მომესალმეთ მე ვნება ესე იგი ინაღამ ხო და მე რატო არიცი ალბათ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ ალბათ და ვიფიქრე ეხა დროზე გავასწრო ამ ქალს გავიარე რა და უცბად მესმის მოიცადე დედიკო თან ესე მომართავს და მოხე შენ თამრიკო ხარ მე ვთხარი აი შენი ბავშვობა გავავლე პარა შენი ბავშვობით აღგიდგინეო და აი ესო რაღაცა და რატო არ ჩანხარო მე ვთქვი ორი შვილი მყავს და იმიტომ რომ ჯერჯერობით არ ჩანა და მოკლედ გადავრჩი ხა იმ დღეს ერთხელ იყო აი ბებია გარდამიცვალა ჩემი უსაყვარლესი ბებო და ვარ იცი როგორ აი ნუ შავი მაცვია და უმაკიაჟოდ გავარ უკვე კოკო და მარიამის სკოლაში დადიან და ველოდები რომ უნდა გამოვიდნენ გავარ პირველ სკოლასთან ეს ხალი მიტრიალებს ნაძვის ხესავით აი ესე წარმოგიდგენთ გავა ბოლოს მე ამ დროს გინდა რომ გითხრან ხო აი შენი ბავშვობიდან ბავშვობის სახე გაგშერჩენილი ან რაღაცა ეგეთი და რაღაცა ისეთი კარგი გითხრან და უცბად ეს ხალი მენა თამრიკო ხარ ეგეთი სახე აქვს და მე ვთხარი დიახ მეთქი გაჩერდა ესე ეკრანზე ბევრად უკეთესი ხარ დიდი მადლობა გამბატონო რატო შეწუხდით ხო იცი აი რაღაცა და აი დაახლოებით 10 დღეა გასულა ეს მოუყევი ჩემს მეგობარს და ის მირეკავს და მე ამ დროს ვარ საუნჯესთან და ვყიდულობ ყვავილს და ისე მინდა რომ სასაფლაოზე წავიდე და ასეთივე ფორმაში ვარ ზუსტად ეხლა ხალი რომ მიგს განაც ვყიდულობ ყვავილს დედა როგორ მეცნობა ეს გოგო იძახის
ვიღაცა უდგას გვერდზე. ზურიკო, წადი ბიჭო, არ მაქვს 3 ლარი ხურდა და იმას გამოართვი, ჯერ ხო ამას ეუბნება რაღაცას და ამათ და გადავირები. დღეს ღამე არ დამეძინება, რო არ გავიხსენო, ხა ეს გოგო და ხა მე დგავარ ცოტა. აი დომბაძეები რო ცხოვრობენ გოგოლის ქუჩაზე, იქ ხო არ მინახი ხარ არა? იქ ხო არ შეგვი. ეხა წავიდა ლაპარაკი რომ შეიძლებოდა რომ შემხედრო და იმიტომ რომ 2 დიპლომი აქვს, ნუ როგორც ხდება ხოლმე რა და ამ ცხოვრებას რა უთხარი რომ აქ დგას და ყვავილს. ნუ მოკლედ ეს წელი ამ განმარტება უცბად იყო და მოკლედ ზურიკო როგორც იქნა მოაღწია, მოვიდა და 3 ლარი მოიტანა ხურდა და ზურიკო, კარგად დააკვირდი ამ გოგოს. გავადა. საიდან მეცნობა? ეხა ეს გოგო იძახის და ზურიკო ყურში უთხრა და გაჩერდა. დედა თამრიკო, აი ზუსტად ესე. ვერაფრით ვერ გიცნობ დედა როგორ მოტეხილ ხარ? რა არის ნუ რა გავაკეთო იმ ქალის მოსაწონი ვერანაირად როგორც კაი. ზურიკოს უნდა იმას ექნა, დაებალანსებინა. დედა როგორ მოტეხილ ხარ რომ იცხრა? აი ასეც გვასი ამოვნებენ ხოლმე ხანდახან. კი, არა, ხო, გზაში მე ჩემთვისაც ისეთი ვთქვათ ხოლმე ხანდახან, რომ ოღონდ აი ყველაზე მაგარისაა რომ მაგ დროს როგორც წესი უნდათ ხოლმე რომ გასიამოვნონ. მაგრამ რაღაცნაირად ხდება ხოლმე ისე რომ პირიქით გამოდის ხოლმე. ვიღაცამ რაღაც მითხრა რომ ისე რომ ქვია აი თქვენ რო თქვით რომ ეკრანზე უკეთესად ხარ რომ მითხრა რომ ბიჭო ეკრანზე რა კარგად გამოგყურები და ცხოვრებაში რაღაცნაირად დაბალი ხარ და გასუფებული და რაღაცა. ოღონდ ამას ისე გულწრფელად ამდა და სხვათა შორის კიდე რაც ემართებათ ხოლმე არის ის რომ რო გიყურებენ ტელევიზორში გონიათ რომ გიცნობენ. და ეხლა ხანს გავიცალენ ერთი ადამიანი, მე და ანიმ გავიცანით ეს ადამიანი და გვიყვებოდა როგორ რაღაცას, რომ იმას რა ჭირს ეხა. რო ნახავს ისეთ ცნობადი ადამიანი, ოღონ აი ესე კი არ არის, ოღონ ცნობადი იყოს. ვიღაცები მოწონს რა, ვიღაცები მოწონს, ვიღაცები ნაკლებად და ესეთი ჩვევა აქვს, რომ ანუ რო დაინახავს, მიდის და კოცნის. ანუ მივა ეგრევე და გადაკოცნის რა და მე უცებ ხდება რომ ანუ არ იცნობს რეალურად, უბრალოდ ყოველდღე რო ტელევიზორში ხედავს, გონია რომ შინაურია. ეგ ჩემთვისაც ბევრს უთქავს და მივა ესე გადაკოცნის და მე უკანა რიცხვით მიდის ხომ და ბოდიში არ ვიცი რომ არ გიცნობ, მაგრამ რაღაცა. სხვათა შორის თუ ქუჩაში ნამდვილია ის გზნობა, რასაც ადამიანი გეუბნება და ეგეთია, არ არის ცოტა შემთხვევა რომ მოდის და მართლა გულწრფელად გიხსნის რომ უყარხარ და არა იმის. ამაზე სასიამოვნო არაფერი. ეგ არის მართლა ძალიან ნამდვილად გეთახმები. იმიტომ რომ აი მართლა რაღაცნაირად რომ დაფიქდები, ყოფილა ისეთი სიტუაციები, როდესაც რაღაცა თავს საუკეთესო პერიოდში ცხოვრებაში არ გზნობდი და აი ვიღაც რომ მოსულა და ამხელა სიყვარული ავხსნი, რაღაცა мотиваცია მოვწი რომ ეგ ცუდი ტიპიც არა ვარ, მთლად ვიფიქრე და მე რაღაცეები ხო мотиваციის კუთხე ძალიან სასიამოვნოა ხოლმე. დავბრუნდეთ ეხა ისე ლოკალურად ჩვენ ქვეყანაში და რას ფიქრობთ არჩევნებზე? რა მოხდება, როგორ მოხდება და მოიგებს თუ არა კამალა ჰარისი? ნუ ჩვენი არჩევნებია ეს. არ არის მარტო აქაური. იქ ვინ მოიგებს ტრამპი თუ ჰარისი პირდაპირ აისახება ჩვენზე ვამბობენ. რა აზრის ხართ? ან იმ არჩევნებზე ან ამ არჩევნებზე? მოდი ჯერ კამალადან დამიწყეთ. სანამ პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, ცოტა თუ არ გავვრდით ისე მე გაგიხსნით ამას აუცილებლად. იცი რა, მოდი ამ ქალზე ვთქვათ, რომ ჯერთი პირველი ქალია, რომელიც ასე ვთქვათ ემუქრება ამერიკას და უმიზნებს, არა, იმხება ჭალებს, რა თქმა უნდა. ჯერთი, მე ახალგაზრდა მე ჭკვიანია მე რასაც უყურებ და ძალიან კარგი ენერგეტიკის მატარებელი მგონია და რაღაცა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს მაგანაც და ეხა ეგ უკვე სიღრმეებში მე ნუ შემეკითხები სამჭკუაშვილის ამბავი მაქვს ეხა ლათასია მაგრამ რაც შეეხება ჩვენს არჩევნებს იცი რა აი ხო ამდენი არჩევნები გავიარეთ ჩვენ და აი ამდენი უსამართლობა იყო ვიცოდით რომ გაყალბება იყო მაგრამ ნუ რაღაცნაირად ბეცრო ეგუები რომ რა სიზავთ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები ხა რაღაცა რეფერენდუმია რა არ შეიძლება ამ არჩევნებზე რომ რაღაცა ყველა არ იყოს მოჭიმული მომართული და ყველა არ იყოს იმისთვის მომართული რომ ხვალ და ზეგ ჩვენმა შვილებმა რამ ვითარებაში უნდა იცხოვრონ ჩვენი წყალობით ჩვენი იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ რას გავაკეთებთ ახლა იმ თითოეული ადამიანის იცი რაღაცნაირი როგორ გითხრა ძალისხმევა აუცილებელია იმისთვის რომ მე დავუშვათ თუ ვიცი რომ დავუშვათ ვიღაცის ბებია ან და მამი და არ მოდის მე უნდა გავაკეთო აი ამისი ამას პროპაგანდა არ ქვია მე უნდა აუხსნა რატომ არის საჭირო თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აუხსნას იმიტომ რომ არიან ადამიანები რომლებიც უბრალოდ არც მისულან არჩევნებზე ძალიან ბევრი დევნილი სხვათა შორის აი მე ვიცი რომელსაც საერთოდ არანაირი სურვილი არ ქონდა არასდროს მაგრამ
წელს ვიცი მე რომ აი ძალიან ბევრი მიდის სხვათა შორის. იცი რატო? იმიტომ რომ აი ესე ძალიან ბევრმა იმუშავა რომ გააგებინა თუ რატომ არის საჭირო შენი ხმა არ უნდა დაიკარგოს. მე ხაი ძალიან მომწონს სხვათა შორის აი ეს ის პლატფორმა რომელიც აი ცოტა ხნის წინ ვიყავი კიდეც იმ ღონისძიებაზე, როდესაც ემიგრანტებს ყველა პირობას უქმნიან იმისთვის რომ მათი ხმა არ დაიკარგოს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ადამიანია უკვე მაგისთვის მომართული, იმიტომ რომ მე მინდა უბრალოდ აი ემიგრანტებზე გავამახვილო ამ შემთხვევაში ყურადღება და ძალიან დიდი მადლობით დავიწყო, იმიტომ რომ ზოგადად ამ ადამიანებმა მართლა გადაარჩინეს რაღაც ქვეყანა წლებია უკვე რასაკეთებენ კარგად. ძალიან დიდი გმირობაა მათი მხრიდან, იმიტომ რომ ესენი იმიტომ არიან წასულები რომ უჭირთ. იმიტომ არიან წასულები რომ რაღაცნაირად ოჯახი არჩინონ და რამდენი ავადმყოფს ესენი ეხმარებიან და ზოგადად ქვეყანაში რამდენ მოვლენას ეხმაურებიან. მე არ ვიცი, მე თუ ასეთი გმირები იყვნენ, ნამდვილად არ მეგონა თუ შეეძლოთ კიდე. აი დაიწყო ესე რაც ხდებოდა ასე Facebook-ზე. ხო და ნუ აი არ ვიცი, მე უბრალოდ მათ წინაშე უდიდეს, აი უბრალოდ ქედს ვიხრი. ძალიან დიდი გმირობაა და აი ეხლაც ვიცი როგორ არიან მომართულები იმისთვის რომ მათი ხმა არ დაიკარგოს მიუხედავად იმისა რომ მე როგორც ვიცი გამოაცხადეს რომ საარჩევნო უბნების გახსნას არ აპირებენ და ვიცი რა აი ეს პლატფორმა აი ეს რომელიც შეიქმნა ახლა ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს თუნდაც სხვა ქალაქში იყოს, სხვა ქალაქში გადაიყვანენ და აი ამას აკეთებენ და ძალიან ბევრი დახმარებაა იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა რაღაცნაირად ის დღე გადადოს, უნდა გადადოს ყველა შემთხვევაში, წინასწარაც არის მოსალაპარაკებელი სხვათა შორის იმ დამსაქმებელთან, ვისთანაც ისინი არიან, რომ აი ესე არ არის 26 ოქტომბერი, დღეს არ არის და ხვალ. ხო? არის დრო იმისთვის, რომ რაღაცნაირად გადაგეგმონ ეს ყველაფერი და აი ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები არიან, რო იცოდე. ძალიან ბევრი და რომლებიც მანამდე პასიურობდნენ, მაგრამ ეხლა უკვე აღარ აპირებენ. პასიურობდნენ, ან არ შეეძლოთ, ხო. და აი ეხლა თუ ესენი მომართულები იქნებიან ამისთვის, ძალიან ბევრი ხმა არ დაიკარგება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდები, რომლებიც აქამდე თუნდაც ერთი წლის წინ, ან წელიწადნახევრის წინ ძალიან ხშირად იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ გამოთიშულები არიან, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესს და ანუ აი ცალკე არიან მიდიოდა ეგეთი ნარატივი, რომ ისინი თავისთვის არიან, ერთობიან, არ აინტერესებთ, ყველა პოლიტიკური პარტია ძულთ და ასე შემდეგ. თუმცა პოლიტიკოსებთან მათ კიდე თავიანთი დამოკიდებულება აქვთ, იმიტომ რომ კიდე სხვანაირები არიან, სხვა თაობაა და მე რაც მომწონს მათში არის ის, რომ ძალიან მაღალი თამასა აქვთ და ამიტომ ის თამასა თუ არ დააკმაყოფილე და არ იყავი გულწრფელი და იყავი სანახევროდ ან უბრალოდ ესე პოპულისტი, იმათ ვერასდროს ვერ მიხვალ მათგულებამდე ასე ვთქვათ რა. ძალიან კარგი თემაა წამოჭერი შენახო და არ შემიძლია რომ აი ამ ახალგაზრდებს უბრალოდ ძალიან დიდი აღფრთოვანება კი არა, აი ძალიან დიდი მადლობა კი არა. სიტყვა არ მეთქმის, არ ვიცი რა ქვია ამას. პირველ რიგში ეს არის მართლა ძალიან დიდი იმედი, იმიტომ რომ მართლა მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ მე მაგ თაობასთან სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებთან, ასე ვთქვათ, თინეიჯერებიდან მოწყებული მე ურთიერთობა მაქვს, თითქმის ყოველდღიური, რაღაც არ მეგონა, რომ ესენი ასეთი გაცნობიერებულები იყვნენ და ასე სიღრმისეულად იცოდნენ თავის ქვეყნის ისტორია, კულტურაც და ასე უყვარდათ. აი ეს არ მეგონა და ისეთი ბედნიერი ვარ და ისეთი ამაყი ვარ, რომ ამ ახალგაზრდებს უყურებ, აი ბავშვებს ხშირად ახსენებ რა ბავშვი. ბავშვი კი არა, იცი, ყველაზე მეტად იმაზე ვარ მართლა გულაჩუყებული, როდესაც ჩვენ რომ მივდიოდით აქციაზე, ძალიან ბევრი ადამიანი ხდებოდა, მე პირადად მაგალითად ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერდში გვიდგა ხართ. ერთ იცი რას ნიშნავს? ის კი არა რომ მე და მე სიამოვნა თავისთავად რა თქმა უნდა მე სიამოვნა. რამდენად თავის თავზე აქვს აღებული ეს ყველაფერი, ნახე და შენ გვერდში უდგა ხარ, ანუ თვითონ არის წინა ხაზზე არის თვითონ აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე. მე არაფრით არ მეგონა თუ ასეთები იყვნენ და ისეთი ამაყი ვარ, რომ აი ვერ გეტყვი რა, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან. ისეთი აი ნებისმიერთან ვისთანაც არ უნდა მიხვიდე მიკროფონით
ისეთი ჩამოყალიბებული აქვს ყველაფერი და რაც თავი ამას ხო უყურებს ის ევროპა. ამას ხო უყურებს მსოფლიო, რომ ეს არ არის დაჩაჩანაკებული ქვეყანა. ამას სხვა პერსპექტივა აქვს, ამას სხვა ახალგაზრდობა ყავს, ამას სხვა ძალა მოუდის ახლა, აი დიდი ტალღაა ძალიან და მოდიან ახლა ამათ მაგალითზე უკვე დღეს სტუდენტები ვინც არიან, იმათ მაგალითზე ახლა სკოლაში ვინც სწავლობს და დამამთავრებელ კლასებში არის, ეს სულ ყველა ამათ მაგალითზე არიან და მათ ბაძავენ და ბაძავენ კარგი გაგებით, ანუ ხო? ეს არის საოცარი რაღაცა და ეს არის ზუსტად ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს არის სწორედ ის, რასაც მე ძალიან დიდ იმედს მაძლევს, რომ იქნება ყველაფერი ძალიან კარგად. და რახან ესე იმედიანად დავასრულოთ და ოპტიმისტურ ნოტაზე, უბრალოდ დავასრულოთ ასეთ ოპტიმისტურ ნოტაზე და თან ამავე დროს მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ამრიკო, იმიტომ რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს შენი მოსვლა ჩვენთან, ანუ სხვადასხვა მიზეზების გამო, ხან უბრალოდ შეიძლება საქმე, გადარბენა, ხან შეიძლება ჯანმრთელობის ამბავი იყოს, ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ გვასიამოვნო პირადად მეც და ჩემ კოლეგებსაც ამისათვის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან გვეყვარხარ. მართლა და ცალკე მადლობას გიხდი, იმიტომ რომ აი ესე ჩანსაღად და მთელი გულით და სულით ახალგაზრდებს უდგახარ გვერდში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ამას ძალიან აფასებენ. ასე რომ მიყვარხარ, მადლობა რომ მოხდა. წარმატება მინდა გისურვო შენს გადაცემას და ჩვენს ხალხს უსაყვარლეს ადამიანებს, ვისაც ძალიან უყვარს საქართველო. და ვისურვოთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი. რა თქმა უნდა, ეს ხო საერთოდ ერთიანი, აუცილებლად. დიდი მადლობა თამრიკოს, მეგობრებო, მე თქვენ გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, რა თქმა უნდა, მთავარ აღზე ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, პარასკევს დროებით გემშვიდობებით. ერთიან საქართველოს გისურვებთ. მუა! We got funk. Here comes the funk, yeah.